მადლობა. თავი მე ვარ საოცრაჭველი, სამხალხო საზოგადოების ფონდის იურისტი. ჩვენ წარმოადგენთ ოფისან სხვას არა. პირველ რიგში მადლობა გამოსვლელებს ჩვენ ვაფინანსებთ პრინციპში ეს ჩემი თმის კამპანიას ძალიან დიდი სულშევიდან თამაში და ბოლოს რა თქმა უნდა ეს გამოცემაც გავაკეთეთ მთელი არწი როგორ გაყავდეს არჩევანები თანხმები რა თქმა უნდა ამ შეფასებაში და პრინციპში კანონმდებელი აქტების ცვლილებაშიც რასაც თქვენ ისაუბრეთ ასევე გეთანხმებით თქვენს დასკვნით ფრაზაში რომ ფესვლების ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება ის რომ ამ პატიმრები გათავისუფლდნენ ან ეს რეპრესიული დამოკიდებულება შეიცვალოს რასაც პრინციპში ეს კითხვა არსებობს ზუსტად ამის გამო ხო რა თქმა უნდა ძები არის განსხვავებული ხო ვინ როგორ ხედავს თუ საუბრობთ არჩევნებზე რაზეც იყო დისკუსია წეგან თუ წინა წელს ჩვენ ძალიან ბევრი ცდილობა დავაფინანსეთ ერთი მხრივ დაკვირვებისა მეორე მხრივ მობილიზაციის კამპანიების წელს არაფერ მსგავს და ეს პრინციპში იანვარში ვთქვით არ ვაპირებთ საერთოდ ეს არჩევნები არ გონია ჩვენ არჩევნები და შესაბამისად საერთოდ არ მივიჩნევთ ყურადღების ღირსად რო არ დაგიმალოთ არც მათ შორის ხარს რო არ დავეთანხმო კი არა არც ხარს რო არ დავეთანხმო არც აქტიური ბოიკოტის რაღაცა კამპანიას არ ვაპირებთ ჩვენ მივიჩნევთ რომ ხელისუფლებას ისე არ უწევს რომ სიტყვაზე მილიონი ადამიანი ვერ მიიყვანოს არ ჩამოიგებს და ასე შემდეგ და მე გამოვიდა ეს რომ აი ხალხს უნდა რომ იმას უნდა ნაცებსო რომ არავინ არ მსურვენ ჩვენ ეს მილიონ 100 რაღაცა 1000 რასაც ამბობენ ნაცებს მაინც მივიყვანეთ და ამ ხალხის რწმენა არ შეფერულაო და შეიძლება იყოს უფრო ნეგატიური მოკლედ არჩევნებზე თუ საუბრობთ ჩვენი პოზიცია არის არჩევნები არის ეს არჩევნები არ არის როგორც ევროპა ითქვა ეს რაღაცა დღე რომლითაც ამ რეჟიმს უნდა სამთების გამოშვების მიწერა თავისთვის რაც უნდა ეს არის ჩვენთვის ცირკი რა შეეხება რა დაემართ სამხალხო საზოგადოებას და ზოგადად როგორი მუშაობა რეპრესიებმა ასე ბოდიში პოლიტიკურებზეც ვიტყვი იმიტომ ზიანობაზე ისაუბრეთ ძალიან ვცდილობთ ზიაზეც და სხვებზეც რომ მქონდეს მაქსიმალური წნეხი გაზრდილი ყოველდღიურ რეჟიმში რაიმე აპდეიტი თუ არის უნდა მოგზავნოთ ამას როგორც ხიდა ხა თუ გზავნოთ დარწმუნებული ვარ გარე პარტნიორების განსაკუთრებით ზიასთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენი რამე გავაკეთეთ ხო ანუ კონკრეტულ კიდე გამოჩნდება პრინციპში ეს იქნება რა სხვა არ გქონდათ ან აღიარებები და ასე შემდეგ ზიას სასჯელს რაც შეეხება გადაკვალიფიცირების შემდეგ რა თქმა უნდა გამოიყენეს ყველაზე მძიმე ფორმა სასჯელის სახე რომელიც გამოიყენება შეეძლოთ რა თქმა უნდა როგორც ვთქვით ეს არის ალტერნატივა არსებობდა როგორც ჯარიმის ისე შინაპატრონობის სახით მაგრამ ზონა სასჯელის იყო მინიმალური რადგან ნულიდან ორამდე კი არ არის ეს შინაპატრონობას აქვს არამედ 2-დან 6 წლამდე იყო თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი გამოიყენეს ანუ მინიმალური გამოიყენეს საბოლოო ჯამში მაინც მოსამართლე გალუსაშვილმა სახელაშვილმა ბოდიში და ხო ეგეც არის ხო ნინო პიარის ეგეც არის პრინციპში ამ მონდომების შედეგი საბაზეც და სხვებზეც და რა თქმა უნდა ზვიაძეც და სხვებზეც ანალოგიურად გავაგრძელებთ სანამ ვინმე მაინც იქნება ამ ათეულობით პარტიულიდან ციხეში რაც შეეხება კანონებს ამაზე მოკლედ აქცელი პასუხები არსებობს პრინციპში თან ძალიან ბევრი ლაპარაკი ისედაც არ მეყარს ორივეს ვიტყვი მაგრამ მაინც ეს მოკლე პასუხი რა უნდა გაკეთდეს რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით და რომელია რეპრესიული კანონები მე ვიტყოდი რომ პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ 2024 წლის 3 ივნისის შემდეგ რა კანონიც არის მიღებული რომელიც ეხება ან სამხალხო საზოგადოებას ან კონკრეტულად შეკრების გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას ყველა ერთიან უნდა გაუქმდეს. ხო, და შეგვიძლია და ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ ჩემი აზრით საერთოდ რაც მიღებულია რუსული კანონის მე თუ ჩვენ სამართლოს საუბრობთ და რაღაც ფუნდამენტალურ პრინციპებზე ჩემი ყველაფერი ანალოგიურია იმიტომ რომ იმ პროცესთან ყველაფერი ნებისმიერ ოფშორების კანონი და ყველაფერი არის საერთოდ და ამის კონსტიტუციის რაღაც თუ საფუძვლად ჩავხედავთ კონსტიტუციას
შინაარსობრივ გვაქვს ამის Absolutely, შემდეგ ხელისუფლებას ვინც იქნება შეიძლება რომ გააკეთოს ერთმანეთში ანუ პროექტი, საკანონმდებლო პაკეტი იქნება, იქ ჩამოიწერება ყველა ის ცვლილება, რომელიც არის მიღებული კონკრეტულად აი ამ თარიღის შემდეგ, რა თქმა უნდა, პირველი კანონის ჩამოყალიბების ყველა მათგანის გაუქმება იქნება შესაძლებელი. მე უბრალოდ ყველა კანონს არ ვამბობ, რადგან ამ დროის განმავლობაში მიღებული არის ასევე რაღაც ტექნიკური შინაარსის კანონი, თუ რაღაცა ცვლილებები, რომელიც არსებითად სამხალხო საზოგადოებას ან ზოგადად ქვეყანას არ აზიანებს და რაღაც უნდათ დარჩენ. ეს არ იქნება ძალიან რთული საკითხი, ეს კანონში შესული ცვლილებები თუ ახალი კანონები რომელიც მათ მიიღეს, ერთობლივად დაუქმეს ერთი აქტი. გადარჩევა იქნება ძლიერი, რომ ამოირჩეს მინიმუმ ისინი, რომლებიც ემსახურებოდა ამ ქვეყანაში სიტყვის და მოქმედების თავისუფლების შეუძლებლობას, ისინი უნდა გაუქმდეს რასაკვირველია. გძლად რომ შევხედოთ დაგლები ვარ ესე ვიცი ყველანი, მაგრამ მაინც ამ კანონებიდან, რომელიც მიიღეს ორ ნაწილში შეიძლება გაიგოს. ერთი არის კანონები, რომლებიც მართლა საშინელებაა, მართლა მუშაობს და არ შეიძლება კანონების გაუქმების გარეშე წინ რაიმე ნაბიჯების გადადგმა და არის კანონები, რომელიც მიიღეს და იდეაში ძალიან ძვირია, მაგრამ მიღებული არის შესაშინებლად მხოლოდ და პრაქტიკაში მათი გამოყენება ვერც ხდება და ვერც მოხდება. პირველი ჯგუფის ესე რომ ვთქვათ კანონების მაგალითი არის მაგალითად სასამართლოში გადაღების აქტსალა ყველაზე ძველი რომ გავიხსენო ან მაგალითად გრანტების კანონში შესული ცვლილებები რომელიც სახელმწიფოს აძლევს მთავრობის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას რომ რაც უნდა ნებისმიერ ტიპის გრანტზე არ გასცეს თანხმობა და მორჩა. ეს არის რეალურად კანონი რომელიც ყველაზე მეტად არის მძიმე არსამთავრობო სექტორისთვის და მედია სექტორისთვის, რადგან ფაქტობრივად რაც ეს კანონი ეს ცვლილებები მიიღეს ჩვენამდე აპრილის შემდეგ გაჩერებულები არიან არ მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ დონორებიც არიციან რა გააკეთონ, რეალურად მიმდინარეობს ბევრი სხვადასხვა მუშაობა იმით რომ ამას რაღაცნაირად შემოუარკვევი და ასე შემდეგ ამ საკითხებს არ მოყვები, მაგრამ ხო ანუ რასაც რომ გრანტების კანონი არის ძალიან მძიმე, სასამართლოში გადაღების აკრძალვა არის უმძიმესი, ჯარიმების ოდენობის გაზრდა არის ასე მძიმე, რამაც პრინციპში გამოიწვია უსთავრობო ხალხის შედარებით იკლება, თუმცა საკმარისი ოდენობა მაინც არის ხოლმე სულ. და ხო არსებობს კიდევ რამდენიმე ასეთი კანონის კანონი და ასე შემდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს. მეორე ჯგუფის კანონებს, რომლებიც არის საშიში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ რეალურად ვერ მუშაობს, მიეკუთვნება მაგალითად პირველი ჯგუფი კანონი, ესე რომ ვთქვათ, წინასწარსაც მიიღეს, რომელიც მუშაობს მხოლოდ იმათთვის, ვინც არ გათავისუფლებული დარეგისტრირდა, რადგან ყველას უშვებით, რომ არ გაიგეთებიათ, მაგრამ დარეგისტრირდა ხო 500-მდე ორგანიზაცია, მათთვის მუშაობს, ანუ ეს კანონი ვერ ამოქმედეს მათთვის, ვინც არ დარეგისტრირდა ამ სამხალხო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. ამავე მეც გაიზიარებს სავარაუდოდ ფარაც, რომელიც წელს მიიღეს ერთი ამბით, ორი თვე გავიდა დედლაინიდან 9 ივნისიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა, დღეს რო შეგვიდეთ ანტიკორუფციული ბიუროს საიტზე ნახავთ, რომ მხოლოდ 12 ჩანაწერი არის მათი, ვინც არის დარეგისტრირებული. სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ნაწილი არის დამუშავების პროცესში, ანუ რამდენიმე ასე თუ 2-3 ასეული ალბათ იქნება, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კიდევ უფრო ნაკლებ ადამიანმა მიიღო და ნაკლები ადამიანი მორჩილდება ამას, მიუხედავად იმისა, რომ წინათ მეხებოდა მხოლოდ ორგანიზაციებს, ეს ფიზიკურ პირებსაც ეხება, ყველას ეხება საერთოდ, ხო? ამ 12-დან 11 არის ფიზიკური პირი და 1 არის მხოლოდ ორგანიზაცია. მაგრამ იმდენად მძიმეა კანონის ამ დარეგისტრების შედეგად ნაკისრები ვალდებულებები, რომ ხალხი სამობს ამის შესრულებაზე და მე ვერ წარმოვიდგენია, რომ ადგენდა ყველას დაჭერა დაიწყო მის უცხოური რაიმე სახის დაფინანსებას იღებს.
ასეთივე შეიძლება იყოს ეს განაპირობებს ასევე მაგალითად ანტიკორუფციული ბიუროს ტაქტიკის ცვლილებას თავის თუ გაინტერესებთ ეს ამბები ხო არ თავიდან 9 ყველს დიდ ორგანიზაციას მოგვადგენენ სასამართლოს ორდერებით მთელი ამბები იყო ამაზე და ასე შემდეგ ცრავენ მოარებით რომ შეგვესრულებინა ის ნაწილი ამ სასამართლოს ბრძანების რომელიც გთხოვდა რომ გავალდებულებდა რომ ჩვენ რაღაცა გაგვეცა მესამეთა მონაცემები ეს იქნებოდა ჩვენ გრანტიორები, პარტნიორები, ბენეფიციარები, თანამშრომლები ყველა საერთოდ მეტის მოთხოვნა იყო ფოტოსურათების გამოგზავნეთ თუ ვინმე თქვენთან შეხვედრებს ესწრებოდა სიგიჟე აბსოლუტურ ამაზე ვთქვით უარი ამას არ ელოდნენ მაგრამ ხო თქვენზე მეტი გავიდა პრინციპში და მათ საფასურო რეაქციას ვერ ვხედავ ამიტომ შეცვალეს ტაქტიკა და იმის ნაცვლად რომ ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუყრეს ხო ადგენ და ჩამოიყვა დაიცეს რეგიონების მიხედვით ერთ დღეს დავლეს სამხრეთ-ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაციას რომელიც უფრო პატარა არის ხო მე გურიის მე ქართლის და ასე შემდეგ და მათ ეუბნებიან რომ აი ჩვენ გავაკეთეთ ახლა ეს გრანტების საიტი და თუ გნებავთ ეს არის ნებაყოფლობითი მაგრამ თუ მოდით და დარეგისტრირდით და თქვენი საგრაფო მონაცემები მივთითეთო წელებიც მე დააგზავნეს ამასთან დაკავშირებით ანუ როცა თავიდან არ გამოვიდეთ რაღაცა დიდებზე დარტყმა და აი საჩვენებელი მოდრეკა და ასე შემდეგ ახლა რაღაცა კარგ პოლიციელობას თამაშობენ ანუ რა ვიცი როგორ ვთქვა აი მათრახმა არ ისო ახლა თაფლიც ცდილობენ რაღაცა აი ნებაყოფლობითია და ასე შემდეგ ეს ნებაყოფლობითია ოსაფრიათასიანი ჯარიმა მე 150000 ჯარიმა თვიური 10000 ჯარიმა იყო პირველი რუსული კანონის 2024-ში რომ მიიღეს და ის არ მუშაობს როგორც კითხავდა და შეთავაზეთ არც დაუჯარიმებული ვარ ჩვენ ღიადი ვართ ან კანონის რევაში 2024-ის სამიმისის შემდეგ არ გვაინტერესებს მორჩა მაგრამ არ დაჯარიმებულა არა კიდევ ერთხელ ბოდიში დაჯარიმდა ის ორგანიზაცია რომელმაც რეესტრი შეავსო და მე არასდროს შეავსო და რამდენიმე ლიკვიდაცია დაიწყო რა ხო და ეხლაც იგივე რაღაცა ფარა ითვალეს ეს არა ადმინისტრაციული ჯარიმის არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას დამატებით ეხლა რომ ვისაუბრე გრანტების გამოგზავნას რაღაცა სასამართლოს ორდერი იყო და ასე სასამართლოს ორდერის შეუსრულებლობა თუნდაც ნაწილობრივ ესე დამატებით სასამართლოს პასუხისმგებლობა ამის მიუხედავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს მესამე პირი მაგრამ რომ გამიხსენია რა დააშავეს არც ორ გააკეთეს რომ რუსეთში და ბელარუსში ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში გასცეს იქნეს რომ ამით გააგრძელებდნენ უფრო დიდხანს მუშაობას 21 დღე იყო განსხვავება იმ ორგანიზაციების ლიკვიდაციაში შორის ვინც დამორჩილა და ვინც არ დამორჩილა მეტი არის ამიტომ ჩვენ თავარ ამასავალ წერტილად დავინახეთ რომ ეს ნდობა რაც არის ჩვენ პარტნიორების ბენეფიციარებს აშენების მხრიდან მოქალაქეების მხრიდან ეგ შეგვინარჩუნებინა მოკლედ არსებობს რომ შევაჯამოთ და კითხვები უფრო ჯობია ალბათ არსებობს კანონები რომლებიც მართლა საშიშია ამ ქვეყნის განვითარების ნორმალური განვითარების რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს არსებობს კანონები რომლებიც იდეაში არც მუშაობს და რომცა გავწაი მაგალითად რუსულ კანონში ამ ფარაში რომ შეიცვალოს სიტყვა უცხოური სიტყვით რუსული თორსა აი კანონები ხდება ანუ ეგენი შეიძლება ამ კანონი შეიძლება უწოდოთ ძალიან მაღალი ამ ფორმით, მაგრამ იდეაში არის გაუქმდება თუ არ ამუშავდება, იმიტომ რომ ეხლაც არ მუშაობს, არსებითი ცვლილება არ არის. მაგრამ ეს არის ბიზნესი პასუხი შედარებით, მაგრამ უფრო მოკლე პასუხი და უფრო მარტივი პასუხი არის, რომ რაც მიიღო ამ ქვეყნის ყოფილმა ხელისუფლებამ, ახლანდელმა რეჟიმმა კონსტიტუციის 78 პუნქტის ღალატის შემდეგ, რაც იყო პირველი რუსული კანონის მიღება, იმ შემდეგ ყველა კანონი, რომელიც უდავს სიტყვის გამოხატვის შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას მინიმუმ, ესენი ყველა ერთად უნდა